შენ ხარ რეჟიმი. შენ, ვინც 21 საუკუნის საქართველოში ეს რეალობა დააყენე. შენ, ვინც არჩევნები მოიპარე. შენ, ვინც ევროკავშირთან სვლა გააჩერე. შენ, ვინც რუსეთს მიეყიდე. შენ, ვინც ეს ყველაფერი გააправე. შენ, ვინც დემონსტრანტები აწამე. შენ, ვინც ამ წამებაზე თვალი დახუჭე. შენ, ვინც კანონის ძალით ეს ყველაფერი გაამართლე. ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების სისხლით ყველა ინსტიტუცია დასვარა. ათასობით ადამიანი ჩართო დანაშაულებრივ სქემაში და შეადუღაბა რეჟიმი, სადაც ყველგან პოლიცია და არსად სამართალი. აი ეს არის მოცემულობა. დანარჩენი უკვე ამათ სინდისზე იყოს რა. პოლიციური სისტემა, რომელზეც რეჟიმი დგას, ნიღბიანი და მოძალადია. დღეს ნიღბიანი მოძალადე პოლიციელია ყველა. კუნთმაგარი და გონებასუსტი კრიმინალი, ვინც სუსის შნირია. პოლიციელი, ვინც ამ შნირს უყურებს და არაფერს აკეთებს, ამ შნირებზე უარესები არიან. პროპაგანდისტები, ვინც ნაცენ დემონსტრანტებს არაჩვენებენ და ქოცობას აპრავებენ. პროკურორები, ვინც საქმეს კერავენ. მოსამართლეები, ვინც მონურ მსახურებაში არიან. ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვინც ამ ყველაფერს ტონს აძლევენ. რეჟიმი მოქმედებას იწყებს ცემით. სულ ერთია ვინ ხარ: აგრესიული დემონსტრანტი, მშვიდობიანი დემონსტრანტი, ექიმი, ჟურნალისტი, მუსიკოსი, სტუდენტი, სოციალურად დაუცველი თუ უბრალოდ გამლელი. 500-ზე მეტი დაკავებულიდან 400-ზე მეტი ერთი და იგივე ისტორიას ყვება. მათ ცემენ დაკავებისას. მას შემდეგაც საპოლიციო ძალების ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან. შავრაზმელები აგრძელებენ მათ ცემას და შეურაცხყოფას. იმუქრებიან დუბინკით გაუპატიურებით, აფურთხებენ, აგინებენ. შემდეგ ათავსებენ მიკროავტობუსში, სადაც კამები ამოღებულია და იქ გრძელდება გაბმული ცემა. 4-5 არაადამიანისგან შემდგარი შაოსანი ჯგუფები შედიან და განგრძობითად ურტყამენ. თავში, სახეში, ნეკნებში. არის დაკეტილ მარშრუტკაში ვრცელდენი გაზის და წიწაკის სპრეის გაშობის ფაქტები და ამას კოცი ეძახის ცალკეულ გადაცდომას და დალურჯებებს. ისიც ფაქტია, რომ ეს იყო ცალკეული ინციდენტი, თქვენ წარმოეთ 300-ზე დაკავებული. უყურეთ ერთი წამი, აქ სხვადასხვა საკითხი. ერთი უნდა შევხედოთ ჩვენ, თუნდაც აი თქვენ ტელევიზიები იყო ყველგან. ხო ნახეთ, ჩვენი ქართული ტელევიზია რამდენი აშუქებდა, ტელეფონით რამდენი იღებდა, უცხოური მედია რამდენი იყო, აქციასაც ვაკვირდებოდით და რიგ შემთხვევებში მედია უფრო ჭარბობდა ხოლმე ამა თუ იმ ლოკაციაზე, ვიდრე აქციის მონაწილე. და ფაქტობრივად ლამის ფილმის გადაღების იქცა, სივრცედ იქცა ის იმ მომენტში რუსთაველის გამზირი. ჩვენ მედიის წარმომადგენლები ამ ლოკაციიდან აშუქებთ ხელ მარცხნივ, ხელ
ფიზიკური აღარისწორებას. ამის შემდეგ რეჟიმის წამებლები დაკავებულებს აძლევს რეჟიმის უხმომსახურებს საპატრულო ეკიპაჟს. ესენი მოგვიანებით სასამართლოზე სრულმოწმეები იქნებიან, თუმცა მანამდე დაკავებულები გადაყავთ იზოლატორებში. არის შემთხვევები, როცა პირველი ცემიდან იზოლატორამდე ქრება დემონსტრანტების პირადი ნივთები. ქრება სიტყვის მასალად ვიხმარეთ, თორემ ამას მოროდიორობა ჰქვია. შავრაზმელები საქართველოს მოქალაქეებს პარავენ მობილურ ტელეფონებს, საფულეებს მთელი შიგთავსით, ჯვარს, ბეჭედს, ნებისმიერ ფასეულ ნივთს. იყო შემთხვევა, როცა ფეხსაცმელიც კი გახადეს დაკავებულს. ჯამში ალბათ 50 ადამიანმა დამარტყა ხელი, რომ ცოტა მონაცვლეობით ხან შემოვიდა 1-5 კაცი, მე გავიდო და მე სხვა 5 კაცი შემოვიდო და მე გავიდო და კორიდორში დერეფნებში მის მიწავდა კიდევ აქ სხვა ხალხი იყო. ანუ აი უბრალოდ არაადამიანური რაღაცა იყო. ბოლოს აი ყველაზე მეტად ერთში შემეცოდნენ ეგენი რა. ჩემზე მეტად ეგენი შემეცოდნენ, რომ ფეხსაცმელები დამინახეს და რა კაი ფეხსაცმელები გაცვიო და გამხადეს და წამართო პოსტა. ანუ ეგეთი რაღაცა პირადად ძალიან დიდი პრობლემა აქვს შექმნილი, იმიტომ რომ გასაღები რაც წამართვეს, ნუ ეხლა ცალკე მანქანას ვერ უხსნი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გავდივარო და ხელოსანი გამომძახვა ასე შემდეგ. აი ხო გეუბნები, აპირებენ რომ გამოგთიშონ ამ ყველაფრიდან და თუ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაც დაგვამცირონ, ვერანაირად ვერ დაგვამცირებენ. ეხლა ჩვენ გვინახავს ხო ვერ შევადრი, რა თქმა უნდა, თავს ხო ანწუხელზე და ასე შემდეგ და ვიდეოები ადამიანს რა დღეში აგდებენ და ის დამცირებული არა ის ადამიანი. ის ადამიანი თავისი იდეისთვის და ქვეყნისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, ხო? შესაბამისად, ჩვენც ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. და შესაბამისად ის წართმევა და გაძარცვა ის ვიღაცა თუ ფიქრობს ის მოკლეტვინიანი ვიღაცა ზონდერი რომ მაგით მამცირებს ძალიან შემსტარა და ბევრად მაღაზე მაღლავთ გავართ ყველა ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ვიტანთ. თუნდაც ვინც ქუჩაში არის, ვინც გაილახება, ვინც დაკავებულია და ასე შემდეგ. რეჟიმის შემდეგი ნაბიჯი სასამართლოა. დემონსტრანტების საქმეების უმრავლესობას იხილავენ მოსამართლეები კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუკიძე და მანუჩარ ცაცუა. თქვენ, ვინც წლებით თავს იტყუებდით, ქოცური სასამართლო უკეთესია, გამომართლებელი საქმეების პროცენტულობა შეხედეთო, რა შვებით? უყურებთ? თუ დაიკიდეთ 100% გამამტყუნებელი განაჩენი, თან რა გარემოებებში. სასამართლო დარბაზში ადმინისტრაციული დაკავებული თავყბადალეწილი ადამიანი ყვება თავის ისტორიას, როგორ აწამეს. მოსამართლემ ზუსტად იცის, რომ პოლიციელი ცრუჩვენებას იძლევა და მაინც ძვლებდალეწილს ამტყუნებს. არის შემთხვევები, როცა სასამართლოში კლინიკიდან მიყავთ დემონსტრანტები. არის შემთხვევები, როცა სასამართლოდან კლინიკაში მიყავთ. არის შემთხვევები, როცა ნეკნებ ჩამწრებულ მოქალაქეს კლინიკის მაგივრად ციხეში უშვებენ. არის შემთხვევები, როცა დემონსტრანტი სასამართლო დარბაზში გონებას კარგავს, ისეთი ნაცემია და მოსამართლე უბრალოდ შესვენებას აცხადებს, ადვოკატი კი სასწრაფოს იძახებს. და ყველა შემთხვევაში მონამოსამართლეების სამართლით დამნაშავე დემონსტრანტია. ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯარიმა ან სიტყვიერი გაფრთხილება. სამივე სახდელი გამოყენებულია, თუმცა ძირითადად ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა კი მეორე მხარეს. ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ოჯახის სიწმინდე. მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით, რაც ხდება. ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმე სულიერ მდგომარეობაში. ამიტომ უკლებლიw ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლად, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ. ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ, ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო. მანუჩარ ცაცუას დის ეს პოსტი ყველაფერს ამბობს ქოცური რეჟიმის ფარისევლობაზე. მათ ოჯახები დაყვეს და გაანადგურეს. ივანიშვილი ასე ოჯახ ხლებს საქართველოს საზოგადოებას. ომი გინდაძე აწყვეს მთლიანი საარჩევნო კამპანია. ნული სოციალური დაპირება. ქვეყანაში, სადაც ბანკები, აფთიაქები და ლომბარდები აღჭობენ მოსახლეობის 60%-ზე მეტს. ერთადერთი დაპირება იყო მშვიდობა, რომელსაც ახლა ვერ შემდგარი კრიმინალების დახმარებით აღასრულებენ. სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მიზნით იდგმებოდა ფეიერვერკი. ხელისუფლება დღეს შუა ქუჩაში პოლიციის თვალწინ ამოქმედებს ხალხს, რომელიც ცხოვრებაში ვერაფრად ჩამოყალიბდა. პოლიციის რეაგირება ნული. აქ უკვე არანაირ იდეოლოგიურ საკითხზე დავა აღარ არის. ეს არის ძლიერი ავტორიტარიზმის საგანგაშო სიმპტომები. ერთხელ უკვე მოვიშორეთ ნაცების სისხლიანი რეჟიმი. ახლაც იგივე ელის რეჟიმს და მის დავალებაზე დაგეშილ სამლარიან ბანდებს.
ეს უკვე ქოცი დეპუტატის მარიამ ლაშხის ძმის პოსტია. აი იმ მარიამის საერთაშორისო მედია რომ გააოგნა. Თქვენი პრემიერ-მინისტრი გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკობს. რა არის ეს პარტია? ეს არის რაღაც ისეთი, გჯერათ მასონების, ფრიმასონების მაგალითად, ვისაც სულ გვესმის აწლეულებია და ვიცით რომ მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე. დღეს მე თვითონ როცა ჩართული ვარ საგარეო ურთიერთობებში და ზოგჯერ როცა პარტნიორებთან შეხვედრები მაქვს, ვისმე ხოლმე რომ კარგები ხართ. ყველაფერი კარგად გამოგდით, მაგრამ მე ისმის რაღაც სხვა ხმა. ერთი წუთით, რას ამბობთ? რომ მასონები ახდენენ გლობალური ომის მანიპულირებას? უბრალოდ ვადარებ ჩემი პირადი შეხედულებით. ფრიმასონები ხომ არიან განცალკევებით მდგომი ძალა, რომელთაც პირადად არ ვიცნობთ, ხომ ესეა? კარგი. მარიამმა საერთაშორისო მედია კი გააოგნა, თუმცა ადგილობრივებზე მიჩვეული თავად ვერ მიხვდა რა იყო გასაოცარი. ადგილობრივები ხომ ყურმოჭრილი მონები არიან და ქვევრის ფუნქცია აქვთ, რასაც რეჟიმი ჩასწახებთ, იმას ამოიძახებენ. პროპაგანდისტებს დღეს უარი აქვთ ნათქვამი აზროვნებაზე, მორალზე, ადამიანობაზე. ისინი საკუთარი ნებით გახდნენ ბოროტი რეჟიმის რობოტები. სარედაქციო პოლიტიკა ის გონიათ ნაცემ ადამიანებს რომ არ აჩვენებენ და მათზე სიუჟეტს არ გააკეთებენ. სარედაქციო დამოუკიდებლობა ის გონიათ სუსის შეთხზულ ამბებს დამაჯერებელი რიხით თუ ჩაიკითხავენ. თავისუფლების მოედანი ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფინალი და უამრავი მხარდამჭერი თავისუფლების მოედანზე. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 11 დეკემბერი აგიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამო მშვიდობისა. პროპაგანდა არც იმას გეტყვით ადამიანებს ქუჩიდან გომელაურის შავრაზმელები რო იტაცებენ. აქტივისტებს ქუჩაში ისე აკავებენ, სასეირნოდ გაყვანილ ძაღლს ხეზე აბავენ. აუდიტორიაში აკავებენ სტუდენტებს და რექტორს. სახლში ისე შემოგივარდებიან, არც სასამართლო განჩინება ექნებათ და არც მცირეწლოვან ბავშვებს მიაქცევენ ყურადღებას. იტაცებენ პედიატრებს, კარდიოლოგებს, მკვლევარებს, კერავენ საქმეებს და დამნაშავეები სჭირდებათ. და რა გნებავთ? და რატო მოდიხართ ეგრე და ეგრე რატო გატყუებთ მაშინ? თუ კი ვინმეს დამატებითი ცნობა გინდათ ქოცური რეჟიმი ავტორიტარიზმად რომ შეაფასოთ, კი ბატონო. ზადაა და ზოგი ორი მოსმენითაც კი მიიღო არალეგიტიმურობა პარლამენტმა მთელი რიგი კანონებისა. მაგალითად, აქციაზე სახის დაფარვა აიგრძალა. შეიცვალა პიროტექნიკის ყიდვა გაყიდვის წესი, რითაც აიგრძალა მისი გამოყენება აქციაზე. აიგრძალა ლაზერების გამოყენება აქციაზე, გამკაცრდა გზის გადაკეტვის სანქცია და ჯარიმის ზრდასთან ერთად მართვის უფლების მოწმობის ჩამორთმევას დაემატა. გაიზარდა ჯარიმა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. გაიზარდა ჯარიმა ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის. გომელაურს შეიძლება ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს პოლიციაში, ვინც გაუხარდება და მარტივად გაუშვას, ვინც არ მოიწონება. მარტო პოლიციაში კი არა, ზოგადად საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის წესი მარტივდება, რაც ნიშნავს, რომ საქმის კეთებელ საჯარო მოხელეებს უპრობლემოდ ჩაანაცვლებენ პარტმუშაკებით. როგორც რეჟიმის სპიკერები ამბობენ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ამ ყველაფერმა თვით ლევან იოსელიანს კი აღაშფოთა და განცხადება გაავრცელა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე სახალხო დამცველი შეფასებით არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, რაც ზოგადად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს და არ არის მისასალმებელი. ასე რომ დიახ, შენ ხარ რეჟიმი, შენ ვინც 21 საუკუნის საქართველოში ეს რეალობა დააყენე, შენ ვინც არჩევნები მოიპარე, შენ ვინც ევროკავშირთან სულა გააჩერე, შენ ვინც რუსეთს მიეყიდე, შენ ვინც ეს ყველაფერი გააპრავე, შენ ვინც დემონსტრანტები აწამე, შენ ვინც კანონის ძალით ეს ყველაფერი გაამართლე, შენ ვინც ამ ყველაფერზე თვალი დახუჭე.